დავიწყოთ. მოკლედ 2008 წლის ომი. ეხლა ჩვენ რომ საუბარი იმას დავიწყოთ, რომ ყველაფერი 17 წლის წინ დაიწყო, არ იქნება სიმართლე. ქართულ ოსური და აქედან გამომდინარე ქართულ რუსული შესაბამისად ურთიერთობები, დაპირისპირება, ინტერესთა გადაკვეთა არ უკავშირდება მხოლოდ და მხოლოდ 2008 წელს. ეგ გასაგებია. ყველაფერი პრინციპში დაიწყო 80-იანი წლების ბოლოს, როდესაც დაიშალა საბჭოთა კავშირი და გაჩნდა შესაბამისად გარკვეული ინტერესთა კონფლიქტი, ხო? ყველა მხარეს ჰქონდა თავისი წარმოდგენები, თავისი შეხედულებები, ჩვენი სიმართლე ჰქონდა, ოსებს თავისი ინტერესები ჰქონდათ, რუსებს საერთოდ თავისი ინტერესები ჰქონდათ და ამ საკითხს უკავშირდებოდა კონფლიქტი. რომელიც ეხა ჩვენ რომ მაგაზე დავიწყოთ ეხა ეს კონფლიქტი ვინ არის მტყვანი, მართალი ცხადი, ეხა ჩვენ ქართველები ჩვენი სიმართლისკენ ვიხრებით, მაგრამ ეგ შორს აგვიყვანს, ანუ ეხა მაგ კონფლიქტის პერიპეტიებშიც რო შევიდეთ, უბრალოდ საეთერო დრო არ გვეყოფა. ამიტომ უშუალოდ კონფლიქტის დაწყებიდან ვისაუბროთ, ანუ 91-12 წლიდან, სადაც გარკვეული იურიდიული ჩარჩოები გაჩნდა და რას გულისხმობ 1992 წელს, როდესაც ხელისუფლებაში უკვე შევარდნაძე იყო, სოჭის რაიონის ქალაქ დაგომისში მოეწერა ხელი ხელშეკრულება სამშვიდობო შეთანხმებას, რომელსაც შემდეგ დაერქვა დაგომისის შეთანხმება. ამ შეთანხმების თანახმად კონფლიქტის ზონაში, სადაც უკვე აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა, შეწყდა სროლა, შეიქმნა ერთობლივი სამშვიდობო ძალები და მათ შორის სიტუაციის მაკონტროლებელი შერეული კომიტეტი, რომელიც შედგებოდა ოსებისგან, ქართველებისგან და რუსებისგან. ეს იყო იურიდიული დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც ამ შეთანხმების საფუძველზე მაგ კონფლიქტში ოფიციალურად გამოჩნდა რუსული ჯარი. რუსული ჯარის სამშვიდობო ელემენტი, თორე როგორც ასეთი, მან საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული, მაგალითად ქალაქ ცხინვალთან იყო ჯერ კიდევ საბჭოთა პოლკი, რომელიც შემდეგ იქიდან გაყვანილ იქნა და მაგ პოლკის ტერიტორიაზე მერე რუსის სამშვიდობოები გამოჩნდნენ. 92 წლიდან პრინციპში მაგ რეგიონში აქტიური საბრძოლო მოქმედებები წყდება და მეტნაკლებად 2004 წლამდე მშვიდობამ დაისადგურა. მათ შორის იმ დონემდე მშვიდობა იყო, რომ პრაქტიკულად კონფლიქტის ის ძველი 2004 წელზე მაქვს საუბარი, ანუ 12 წლის შემდეგ ის გარკვეული ძველი წყენები უკვე ნელ-ნელა წარსულს ბარდებოდა, ხდებოდა აქტიური ხალხის დონეზე, სახალხო დონეზე ურთიერთობების აღდგენა მიმდინარეობდა, ანუ პრაქტიკულად მან როგორ იყო. ანუ ძალიან შერეული სოფლები იყო, რომლის ნაწილს ჩვენ ვაკონტროლებდით, ნაწილს ისინი აკონტროლებდნენ და 2004 წლამდე პრაქტიკულად არც ბლოკპოსტები არ იდგა, არც რაღაცა ფრონტის ხაზი იყო და მეტნაკლებად ხალხი ერთმანეთთან ვაჭრობდა, კომუნიკაციაში შედიოდა და რაღაც თვალსაზრისით ეს კონფლიქტი უკვე ძალიან აქტიურად თავისთავად მიდიოდა მოგვარებისკენ, იმიტომ რომ ეხა რუკას რო დახედო, ისედაც გასაგებია, რომ სამაჩაბლო შუაგულ საქართველოშია და უკიდურესად ხელოვნურად შექმნილი და შეუძლებელია რომ ისტორიულად შეუძლებელია რომ ეგრეთ წოდებულმა სამხრეთ ოსეთმა იარსებოს როგორც სახელმწიფო. ეგ უბრალოდ ხა მით უმეტეს ერთადერთი კომუნიკაცია, რომელიც არის
მანდ არის საბჭოთა კავშირის დროს გაყვანილი როკის გვირაბი, რომელიც ძალიან რთულ კლიმატურ იმაშია, პირობებშია, მთის სერპანტინია, თვითონ ის გვირაბის პორტალია, რომელიც ცხადია ხა ცხინვალში რამე რომ მოგივიდეს, რაღაც სანამ შენ მაგ როკის გვირაბით ვლადიკავკაზში მანქანით წახვალ, თბილისი ბევრად უფრო ახლოს. ანუ თვითონ გეოგრაფია დიდწილად განსაზღვრავდა მან ყველაფერს. მათ შორის სავაჭრო ურთიერთობებსაც. თუმცა 2004 წლიდან, როდესაც სააკაშვილი მოვიდა ძალაუფლებაში, ხდება ჯერ ერგნეთის ბაზრის დახურვა, ეგეთი სავაჭრო ცენტრი იყო სოფელ ერგნეთთან, სადაც ქართველები და ოსები ერთმანეთთან ვაჭრობდნენ, გარკვეული სახალხო დონის ურთიერთობები მიმდინარეობდა, რაც რაღაც თვალსაზრისით, ჩემი აზრით, საკმაოდ დადებით ეფექტს ქმნიდა, ხო, იმიტომ რომ სავაჭრო ურთიერთობები, ეგეთი საყოფაცხოვრებო კონტაქტები ყოველთვის კარგი ნიადაგია სხვადასხვა კონფლიქტის მოგვარების თვალსაზრისით. და სააკაშვილის მთავრობამ იმ მიზნით და იმ მიზნით არ ამგონია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ინფორმალური რაღაც პოზიციის გამო რომ თითქოს და მანდ იყო კორუფციის ბუდე, ეს ერგნეთი დაიხურა, დაკეტა და მათ შორის 2004 წელს პირველად მოხდა მანდ შეიარაღებული შეტაკება, რომელიც რამოდენიმე კვირა გაგრძელდა, სამწუხაროდ ცხვერპლი იყო, თუმცა მაშინ როგორც მე ვარაუდობ, გაირკვა რომ ასე ერთი იმით ასე შეტევით მაგ პრობლემის მოგვარება ვერ მოხერხდებოდა და რაღაც მომენტში კონფლიქტი შეწყდა. თუმცა 2004 წლიდან დაიწყო მე უკვე მილიტარიზაცია რეგიონის, მათ შორის რუსებმა დაიწყეს აქტიურად ადგილობრივი იქ ოსური მთავრობის და შეიარაღებული ძალების გადაიარაღება და თვითონაც დაიწყეს ბაზების გაზრდა. ასე ვთქვათ, მომზადება შესაძლო დაპირისპირებისთვის. მანდ უნდა დავამატოთ ჩემი აზრით ისიც, რომ თვითონ სტატუსი რუსეთის ჯარის მანდ იყო სამშვიდობო სტატუსი. კი, რუსეთის ჯარს მანდ ჰქონდა ფორმალური, ოფიციალური სტატუსი, როგორც აღნიშნა, ამ 92 წლის დაგომისის ხელშეკრულების საფუძველზე, ამიტომ ეგ რუსების ზოგადად გეოპოლიტიკური ამოცანისთვის აპრობირებული. მაშინ არ იყო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადებული. არა, რუსეთი მაშინ ფორმალურად დე იურეთ არ აღიარებდა მაგ ტერიტორიას, როგორც რაღაც დამოუკიდებელ ერთეულად, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებდა. თუმცა გასაგებია, რომ ეხა ის ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა რუსეთის მიერ კონტროლირებადი იყო და დიდწილად ეგ იყო რუსეთის ინსტრუმენტი საქართველოზე ზემოქმედების მოსახდენად. ეხლა რაც არ გამორიცხავს ავტომატურად იმას, რომ ქართველებსა და ოსებს შორისაც იყო კონფლიქტი, ანუ ჩემი აზრით არასწორია საკითხის ისე დაყენება, რომ ქართველებსა და ოსებს შორის არაფერი არ მოხდა. და უბრალოდ რუსებმა აურიეს ტვინი ოსებს. ეგ არ არის კორექტული შეფასება, ეს თვალები არ უნდა დავიბრმავოთ, რაც რეალობა ის უნდა ითქვას. ქართველებსა და ოსებს შორის მოხდა ეთნოკონფლიქტი და ცხადია ამ ეს ეთნოკონფლიქტი რუსეთის მიერ იქნა გამოყენებული თავისი გეოპოლიტიკური მიზნების განხორციელებისთვის, რაც აპრობირებული მეთოდია ხა რა თუნდა მაგას, რომ ყველა დიდი მოთამაშე მაგას შეეცდებოდა. ხო და 2004 წლიდან ჩვენ მოვდივართ 2008 წლამდე, სადაც ესკალაციის მეორე ეტაპი იწყება. ეხლა რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ქრონოლოგიურად ყველა დეტალი გავიაროთ. შეძლებს დაგვარად ეხლა რამდენად ეთერი მოგცემს ამის საშუალებას. იმიტომ რომ საზოგადოებაში მაგალითად დღეს არსებობს ორი ვერსია.
არსებობს აი ნაციონალური მოძრაობის და ლიბერალური პროდასალური ძალების ვერსია, რომ 6-ში და 7-ში დაიწყო ომი და ომი დაიწყო რუსეთმა, ანუ რუსეთმა შემოგვიტია ჩვენ და 6-ში და 7-ში სააკაშვილი იძულებული იყო, რომ პასუხი გაეცა და ამიტომ 8 აგვისტოს როგორც თარიღის გამოყენება ომის დაწყების კუთხით არ არის სწორი და ეს არის კრემლის პროპაგანდა და ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ 6-ში და 7-ში დაიწყო ომი. მოდი ჯერ აქ ამით დავიწყოთ მათ შორის, აი 6-ში და 7-ში რა ხდებოდა. იმიტომ რომ ეხლა მე მაგალითად ამ საკითხს წლებია ვიკვლევ, არაერთი სტატია მაქვს დაწერილი, არაერთი ინფორმაცია მაქვს მოძიებული, დოკუმენტური ფილმიც კი მაქვს გაკეთებული 2019 წლის ვიდეოა, რა ვიცი, 1 საათის წინ დავდე Facebook-ზე, ვისაც გაინტერესებთ, ნახეთ, მან ფაქტებით და უტყუარი ასე ვთქვათ, არგუმენტაციით, აი ქრონოლოგიურად ყველა დეტალს ვაშუქებ და ხსნი. ამიტომ ეხლა მე ვინაიდან მეტნაკლებად კარგად მაქვს ეს საკითხი შესწავლილი, ამიტომ შევეცდები ქრონოლოგიურად მოვყვე, ანუ რა ხდებოდა. მართლაც აგვისტოს დასაწყისში მიმდინარეობს ინტენსიური ესკალაცია. ესკალაცია იყო შემდეგი სახის. ოსური პოზიციებიდან ცეცხლს ჩვენ გვიხსნიან, ну, როგორც ოსები ამბობენ, ჩვენც საპასუხო ცეცხლს უხსნით. და ალბათ თუ ცეცხლს გიხსნიან, შენც უკან ისური რა არის ამაში გასაკვირი. თუმცა შეტევაზე არც ერთი მხარე აღარ გადადის. ანუ ეს არის პოზიციური სროლები. სადღაც 6 აგვისტოს, მე გულისხმობ აგვისტოს დასაწყისში დაიწყო ეს ესკალაცია. ხა ვინ იყო ამის გამომწვევი მიზეზი, ვინ დაიწყო ესკალაცია პირველად, რომელმა მხარემ, რომელი საგუშაგოს მისამართით გაისროლა ამაზე საუბარი, მაგას ჩვენ ვერასოდეს ვერ გავიგებთ და არც არის სწორი ხამ ეთერის ფორმატში, რომ ვისაუბროთ ვარაუდები, ხო, ჩვენ უბრალოდ ფაქტებზე დაყრდნობით ჯობია ვისაუბროთ. სადღაც 6-7 აგვისტოდან უკვე ესკალაცია იღებს საკმაოდ მძიმე ხასიათს, ვინაიდან თუ მანამდე ჩვეულებრივი მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღით ხდებოდა ერთმანეთის მიმართულებით სროლა, უკვე სრულკალიბრიანი ტყვიამქრევები, ნახტყორცნები და მათ შორის საარტილერიო გასროლების ფაქტებიც, ასე ვთქვათ, ფიქსირდება. და ერთ-ერთი ასეთი ნახტყორცნის გასროლის შედეგად 6 აგვისტოს სოფელ ნულთან, ეს არის ფრონეს ხეობა, ცხინვალის დასავლეთით, ჩვენ ვკარგავთ 2 სამშვიდობის ყოფილს. ანუ მე ხო აღნიშნე, რომ მან ქართველი მშვიდობის ყოფილებიც იყვნენ ამ დაგომისის ხელშეკრულების თანახმად. ისინი როგორც მე გაირკვა BMP ეგეთი საბრძოლო ერთეულია, ისინი იყვნენ რა, ეკიპაჟი. ამაზე საპასუხოდ მე ხდება ჩვენი მხრიდან ცეცხლის გასროლა და 7 აგვისტოს ღამე ხდება ჩვენი ჯარების კონცენტრაცია ცხინვალის გარშემო. პრაქტიკულად რაც კი ჩვენ ჯარი ყავდა და მაშინ ყავდა თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული 5 ბრიგადა. აქედან პრაქტიკულად ერთი ბრიგადა ყავდა ერაყში, პირველი ბრიგადა, რომლის ერთი ბატალიონი იყო სხვათა შორის იქ მშვიდობის ყოფილების სტატუსით და სწორედ მათ რიგებში იყო პირველი მსხვერპლი, აი რო თქვი 6 აგვისტოს დაგვეყუპა მეთქი 2 მშვიდობის ყოფილი. მესამე, მეოთხე ბრიგადის კონცენტრაცია ხდება ჩვენი მხრიდან ცხინვალის მისადგომებთან, ორივე, ანუ
მარცხენა მხარეს, ცხინვალის მარცხენა ფლანგზე მე-4 ბრიგადა იდგა, მარჯვენა ფლანგზე მე-3 ბრიგადა და მათ შორის სხვადასხვა ძალოვანი უწყებები შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმები, მაშინ GDD იყო ეგეთი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ნაწილები, სპეციალური ოპერაციების ნაწილები და მერე ღამე მოყავთ მათ შორის სენაკის მეორე ბრიგადა. ეგეც საინტერესოა ისე, ანუ აფხაზეთის მიმართულება საერთოდ ისე იყო დატოვებული. მოხსნეს საერთოდ, ანუ გეგონება იქიდან რუსები აღარ შემოგვიტევდნენ. ანუ რაც კი ჯარი ყავდა და რაც კი დამტყმელი მუშტი ყავდა, რაც კი ტექნიკა ყავდა, შეიძლება ითქვას 90% ჩვენი რესურსების იყო მობილიზებული ცხინვალის გარშემო. ეხლა იწყება ყველაზე საინტერესო, აი ვინ გადავიდა პირველად შეტევაზე, ხო? ანუ ვინ ასე ვთქვათ, გადაკვეთა სტატუს კვო. სააკაშვილის მთავრობის ვერსია არის ის, რომ რუსები უკვე 6-ში და 7-ში იმყოფებოდნენ როკის გვირაბში და ძალიან დიდი კოლონა მოდიოდა მათი მხრიდან და იმისთვის რომ ეს კოლონა ჩვენ შეგვეჩერებინა, იქნა მიღებული გადაწყვეტილება, ბრძანება გაიცა სააკაშვილის მხრიდან, რომ ჩვენ გადავსულიყავით შეტევაზე. რაც ცოტა ფაქტებთან არ არის, ცოტა ფაქტებს არ ემთხვევა, იმიტომ რომ 7-ში ღამე არავინ ამ თემაზე არ საუბრობს. მეცაც გეტყვი. 8 აგვისტოს დილითაც არავინ არ ამბობს, რომ რუსები გვიტევენ და ჩვენ ფართო მასშტაბიანი შემოტევის ოპერაციას კი არა იმას ვატარებთ, აი სამხედრო ღონისძიება, თავს ვიცავთ ფართო მასშტაბიანი რუსული აგრესიისგან. არა, ჩვენ 7-ში ღამე სადღაც 12 საათებისკენ გენერალ ყურაშვილის, რომელიც იქ არსებული სამშვიდობო ჩვენი შენაერთის მათ შორის სარდალი იყო, იმის ინტერვიუს ვიგებთ, რომელიც ეს ეხლაც არის ინტერნეტში, შეგვიძლია მოვიძიოთ. ის აღნიშნავს, რომ ჩვენთვის, ანუ ქართული მხარისთვის უკვე შემაწუხებელი გახდა ოსების ეს სროლები, ამიტომ ერთხელ და სამუდამოდ იმისთვის, რომ ეს სეპარატისტების ბოგინი აღკვეთოთ, ჩვენ დავიწყეთ კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა. ეს განცხადება კეთდება 7 აგვისტოს სადღაც 11-12 საათზე. ну უკვე 8 აგვისტოში ღამის 12 საათზე. ხო, ღამის 12 საათზე. და მართლაც ეგეთი ოპერაცია დაიწყო, რომელიც აი ნებისმიერ მეტნაკლებად კვალიფიციურ საქმის მცოდნე ოფიცერს ან გენერალური შტაბის იმას, ну ვინც გეგმავს სხვადასხვა სამხედრო ოპერაციას ან სტრატეგიას, ვისაც რომ გვინდა ვკითხოთ, ის ნამდვილად დაგვიდასტურებს, რომ ეს იყო საპოლიციო ოპერაცია. ანუ ჩვენი ჯარის მოქმედება სამხედრო თვალსაზრისით არანაირად არ ასრულებდა რუსების ფართო მასშტაბიანი შემოტევის შეკავების ამოცანას. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, აი ჩვენი მაყურებლისთვის რომ გასაგები იყოს, 2022 წლის 23 თებერვალს გენერალ ზალუჟნის უკრაინის მთელი ჯარის 90% ქალაქ დონეცკთან რომ მიიყვანა და რომ ეთქვა, რომ ეხლა ჩვენ ვიწყებთ კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას და მთელ ჯარს რომ შეეტია დონეცკისთვის. ეს ხო არ იქნებოდა რუსეთის ფართო მასშტაბიანი შემოტევის მოგერიების სტრატეგია, ხო, ეხო სისულელია, კაც შენ თუ შენზე მაშინ გამაგრებაში უნდა ჩაჟი. შენზე განუზომლად დიდი მოწინააღმდეგე, ძლიერი მოწინააღმდეგე თუ გიტევს, შენ პირიქით თავდაცვის იმაში მდგომარეობაში უნდა ჩაждე. არა, არსებობს მათ შორის შეტევაც, კაცო, ეგ არსებობს ეგეთი თავდაცვის ეგეთი ოპერაცია, რომ პრევენციული სახის იმას
ახორციელებ დარტყმას, მაგრამ მაგ შემთხვევაშიც ქალაქ ცხინვალისთვის კი არ უნდა შეგვეტია და სხვათა შორის ეგეთი გეგმაც არსებობდა. სამხედროებს ჰქონდათ ეგეთი გეგმა, რომ ცხინვალში კი არ უნდა შესულიყო მთელი ჯარი. არამედ ცხინვალის ფლანგებზე უნდა შევსულიყო სტრატეგიული სიმაღლეები უნდა აგვეღო და მაქსიმალურად შეგვეფერხებინა რუსეთის შემოსვლა, რაც არ მოხდა. და ეგ ძალიან დიდ ეჭვებს ბადებს. ანუ რატო მოხდა რომ 7 აგვისტოს ჩვენ კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას ვიწყებთ. მთელი ჩვენი ჯარი შედის ცხინვალში და ყველაზე საინტერესო ფაქტი რა არის? 8 აგვისტოს დილიდან სააკაშვილი უკვე იწყებს ბრიფინგების ჩატარებას, აი საინფორმაციო ბრიფინგებს, რომლის ვიდეოები სხვათა შორის შენახულია, მათ შორის მეც მაქვს რამოდენიმე იმ ჩემს დოკუმენტურ ფილმში ნაჩვენები, სადაც სააკაშვილი ამბობს შემდეგ რაღაცას, რომ ოსი ბანფორმირებების ცეცხლის გახსნის შედეგად ჩვენ გადავედით შეტევაზე, ავიღეთ ქალაქი ცხინვალი, ავიღეთ რაღაც სოფლები და შეიძლება ითქვას ჯავის გარდა მთელი ცხინვალის რეგიონის, ნაურის რეგიონი, ახალგორის რეგიონი, ამას ჩვენ მთლიანად ვაკონტროლებთ და არსად არ ჩანს რუსეთის ფართომასშტაბიანი შემოტევის, აი ერთი რაღაც განცხადებაც კი არ კეთდება. ხო, ანუ რაც ძალიან უცნაურია. მაგ რიცხვებში საქართველოს მთავრობის ოფიციალური პოზიცია იყო ის, რომ კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას ახდენს და მაშინ ის განცხადებები არ კეთდებოდა, რომ ხორციელდება შეტევა რუსეთის მხრიდან. ეგ განცხადებები მაშინ დაიწყო 8-ში შუადღის შემდეგ, როდესაც რუსული ავიაცია უკვე აქტიურად ჩაება კონფლიქტში, დაიწყო ჩვენი ჯარის სტრატეგიული ობიექტების ზურგის დაბომბვა და გასაგები იყო, რომ უკვე რუსეთი ჩაება ამ კონფლიქტში. კი. ზუსტად მაგ მომენტიდან მათ შორის სააკაშვილი, რომელიც 8-ში დილით საუბრობდა, რომ ჩვენ გადავედით შეტევაზე და ეხა ხალხო გილოცავთ, სოფლები ავიღეთ და ცხინვალი დავიბრუნეთ და ოს ბანფორმირებებს ეხა კუდით ქვას ვასროლინებთ. მერე ეს რიტორიკა 180 გრადუსით იცვლება და იწყება საუბარი იმაზე, რომ რაღაც ფართომასშტაბიანი შემოტევა ხორციელდება რუსეთის მხრიდან. ეხლა რაც საინტერესოა, უშუალო ჯარისკაცებს რას ეუბნებიან. ხო, იმიტომ რომ ეხლა თუ რუსეთთან ფართომასშტაბიანი დაპირისპირება გიწევს, ჯარისკაცები ხო უნდა გააფრთხილო, ხო, რომ ხალხო საჰაერო დაბომბვა იქნება, იმიტომ რომ რუსეთს ავიაცია ყავს. მოამზადეთ წინასწარ სანგრები, პოზიციები, იმიტომ რომ ჩვენზე განუზომლად უფრო ძლიერი მოწინააღმდეგე შემოგვიდევს. აი, მე ხა ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა მაგ ომში. სხვადასხვა ბრიგადებიდან, სხვადასხვა ნაწილებიდან. და საინტერესო ის იყო, რომ ჯარისკაცებს ეუბნებოდნენ, რომ რუსებთან დალაგებულია და ისინი არ ჩაებმებიან ამ კონფლიქტში, ამიტომ რუსების მიმართულებით ცეცხლი არ გახსნათ. აი ნებისმიერი, ვინც მაგ დროს მონაწილეობდა მაგ მოვლენებში, ამას დაადასტურებს. და ამ ფაქტს მათ შორის აი ფაქტოლოგიურად რა ადასტურებს. ყველაზე მძიმე დარტყმა, ყველაზე მძიმე დანაკარგი ამ ომში მიიღო მე-4 ბრიგადამ, რომლის 2 ბატალიონი ცხინვალის დასავლეთით, უბრალოდ ასე 2 ბატალიონი დასასვენებლად ნაძვნარში, აი ეს დაწვა. წარმოიდგინე ხა, უბრალოდ დასასვენებლად, ანუ რამე სანგრებში კი არ ჩაჯდნენ. ღიად ცის ქვეშ, აი უბრალოდ 2 ბატალიონი, 1000 კაცი ასე დაწვა. ამის კადრებიც არსებობს, ამის უამრავი ის არის. მონაწილეც დღემდე ცოცხალია, ხო? 1000 კაცზეა საუბარი. ეხლა უყურე,
მაგ ადამიანებს მეოთხე ბრიგადის სარდლობას, ამ ბატალიონების მეთაურებს, ან უშუალოდ ჯარისკაცებს როცოდნოდათ, რომ რუსებთან აქვთ საქმე და რუსების ფართო მასშტაბიან მოგერიებას ახორციელებენ. და არა კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას, ანუ საპოლიციო ოპერაციას ჩვენზე განუზომლად სუსტ, მსუბუქად შეიარაღებულ ოს ბანდფორმირებებთან. ალბათ ღია ცის ქვეშ 1000 კაცი არ ჩამოწვებოდა. ხომ ასეა? ცხადია, ვინაიდან ჩვენი არც სარდლობა, არც ჯარისკაცები არ იყვნენ გაფრთხილებულები, რომ რუსეთის ფართო მასშტაბიან აგრესიას აკავებდნენ, იმიტომ რომ სულ სხვა რაღაცა უთხრეს და სულ სხვა ამოცანას ასრულებდნენ. რუსულმა ავიაციამ ჩამოყარა კასეტური ბომბები, ეხლა წარმოიდგინე 1000 კაცზე ღია ცის ქვეშ მოუმზადებელ საინჟინრო თვალსაზრისით იმაზე ტრიალ მინდორზე, რომ დაეცეს კასეტური ბომბები. ძალიან ძიმე დანაკარგები მივიღეთ, რამოდენიმე ათეული ადამიანი დაიღუპა, ასობით დაიჭრა. ანუ ეგ რას ნიშნავს? ეგ ნიშნავს, რომ ორი ბატალიონი წყობრიდან გამოვიდა, ხო ეხა რამოდენიმე ათეული რო დაიხოცა, რამოდენიმე ასეული რო დაიჭრა, იმ დაჭრილებსაც ხო გამოყვანა უნდა, ანუ მიხედვა ჭირდება. მთელი ორი ბატალიონი გამოვიდა მწყობრიდან. და აქედან წამოვიდა მე ეს მითი, რომ მეოთხე ბრიგადა გაწყდა, რაღაც ათასობით დანაკარგებია, ეგეც ხო მე ერთმანეთში ვრცელდებოდა, ესეც ამით იყო გამოწვეული, რომ ჯარისკაცებს და ოფიცრებს სულ სხვა ინფორმაციას აწვდიდა ხელმძღვანელობა. პირიქით აფრთხილებდნენ, რომ რუსებს არ გაუხსნათ ცეცხლი. რაც ასევე წინააღმდეგობაში მოდის სააკაშვილის იმ პოზიციასთან, რომ ჩვენ 6-დან 7 აგვისტოდან უკვე ფართო მასშტაბიანი რუსული აგრესიის მოგერიებას ვახორციელებთ. თქვენ დალოცვილებო, თუ მოგერიებას ახორციელებთ 2 დღე, 8-ში რატო არ გააფრთხილეთ ჯარისკაცები და არავინ რატო არ იცოდა ეს? ამას მობილიზების დროს რატო არ გააფრთხილეთ? ხო, ეგ ცალკეა, რომ მობილიზაცია მიმდინარეობდა რეზერვისტების ისეთ ვითარებაში, რომ იქაც არ იყო გათვალ. გეგონება რუსეთი არ არსებობდა, გეგონება გორს არ დაბომბავდნენ, გეგონება სენაკს არ დაბომბავდნენ, რაც ასევე გარკვეულ ეჭვებს აჩენს, ხო? ანუ ყველა ნებისმიერ სულელს საერთოდ კომპეტენციაც აღარ ჭირდება ამას. გასაგებია, რომ შენ თუ რუსეთთან ფართო მასშტაბიან ოპერაციას, კი არა, მოგერიების ღონისძიებას ატარებ, იქ რაღაც ტრიალ მინდორში, გორში რეზერვისტების შეკრება არ უნდა მოაწყო. რაც ასევე უცნაურია, რატომ ხდება ეს. შემდეგ ქრონოლოგიურად რო გავყვეთ, ეს მთელი ჯარის დიდი ნაწილი, რომელიც ასე ქაოტურად იქით-აქეთ დადის, ანუ სინამდვილეში ვერავინ ვერ იგებს რა არის ამოცანა. ხან ცხინვალში ჩვენი ჯარი შეიყვანეს, იქ ძიმე დანაკარგები მიიღეს, იმიტომ რომ იქ ერთმანეთთან კავშირიც არ ჰქონდათ სხვადასხვა ნაწილებს, აი ძალიან არაორგანიზებულად, ანუ აი ჯარისკაცებმაც არ იცოდნენ რა ამოცანას ასრულებდნენ. ანუ ცხინვალში რატო შედიხარ, რისთვის შედიხარ? ქალაქის ბრძოლები არის ერთ-ერთი ყველაზე ურთულესი ოპერაცია. და მაღალი მსხვერპლი. რომელიც იწვევს მაღალ მსხვერპლს. და თუ რუსეთისგან თავს იცავ, ქალაქში რატო შეკავს ჯარი საერთოდ? ანუ რა ლოგიკაა ეს? აი ხა უკრაინა რო გაგიჟდეს და აი დონეცკს რო გაექანოს. იმის ნაცვლად კი არა, რასაც აკეთებენ, თავს იცავენ და თავდაცვის მდგომარეობაში არა, არამედ დონეცკში რო დონეცკ რო შეუტინა, ეხო არაადეკვატურია. რაც ასევე გარკვეულ ეჭვებს აჩენს, ხო, აი რატო იყო ასეთი, ანუ სამხედრო ამოცანებთან შეუსაბამო ბრძანებების გაცემა რატომ მიმდინარეობდა? სამხედრო ამოცანა რომ ვერ გადაიჭრებოდა ისეთი ტიპის ბრძანებები. კი, აი ყველასთვის რო გასაგებია. რასაც ყვები, დილეტანტიც რომ მიხვდება ამას. და ეხლა მე რასაც ყვები, ამას ნებისმიერი იმ მოვლენების მონაწილე დაადასტურებს. 8-ში უკვე გასაგები იყო, რომ ჩვენ ქალაქს ვერ ვიღებდით და მარტო სამხრეთ რაიონებს ვაკონტროლებდით და აღმოსავლეთით გარკვეულ სიმაღლეებს და
დასავლეთით ერთადერთ შემავალ გზას, იმიტომ რომ ცხინვალში მოსახვედრად იყო ორი გზა. ერთი იყო დიდი ლიახვის, სხვათა შორის რუკა გვაქვს, მოდი ფარენ ვაჩვენოთ, ეგეც საინტერესო. თუ შეიძლება გავუშვით ეს რუკა. ანუ ცხინვალში მოსახვედრი იყო ორი გზა, ერთი ცენტრალური მაგისტრალი ჩtildeოეთიდან, რომლის ნაწილს ჩვენ ვაკონტროლებდით, იმიტომ რომ ეს სოფლები კეხვი, თამარაშენი, ქურთა ეს იყო ქართული სოფლები და აქ 90-იანებიდან მოყოლებული ჩვენ ვაკონტროლებდით, ამიტომ რუსები აქ პირდაპირ ვერ მოხვდებოდნენ და იყო ეს ასეთი მეორადი ეგრეთ წოდებული გზა, რომელსაც ძარის გზას ეძახდნენ, აი აქ არის ეს სოფელი, ესეთი ალტერნატიული გზა, რომლის მეშვეობით რუსების დიდი შენაერთები, მსხვილი კოლონები უკვე 8-ში იწყებენ ქალაქში შეღწევის მცდელობებს. ერთ-ერთი სხვათაშორის ასეთი პირველი მცდელობისას დაიჭრა 58 არმიის გენერალი ხრულოვი, რომელიც გადაეყარა ჩვენი მეორე ბრიგადის ასეულს, სხვათაშორის ჩვენი ასეულისთვისაც მოულოდნელობა იყო, ეგეც აი შემთხვევით გადააწყდნენ ერთმანეთს. მაგის ამის კადრებიც არსებობს, აი რუსებს აქვს გადაღებული და იქ ჩანს, აი პრაქტიკულად შეტაკება ხდება აი 20-30 მეტრში, ანუ კადრებში ჩვენი ჯარისკაცები ძალიან ახლო მანძილზე. ახლო მანძილზე და ჩვენებსაც ეტყობათ, რომ მათთვის მოულოდნელი იყო, ჩვენები რომ თავიდანვე მანდ გაფრთხილებულები ყოფილიყვნენ, რომ მტერი იქიდან მოდის, იმათ შანსი არ ქონდათ. ხრულოვი კი არ დაიჭრებოდა, ან მოკვდებოდა, ან ტყვედ ჩაბარდებოდა. მაგრამ, შეტაკება ჩვენ სასარგებლოდ დამთავრდა და მძიმე დანაკარგებით უკან დაიხიეს. მაგრამ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ანუ იმდენად არაორგანიზებულობა იყო ჩვენი მხრიდან, რომ ისინი აღმოჩნდნენ ჩვენს მიერ გამაგრებულ ტერიტორიაზე, უბრალოდ ჩვენებმა არ იცოდნენ, მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი და უბრალოდ იქ ფორს მაჟორულად აჯობეს. თორე წინასწარ რო ცოდნოდა, წინასწარ ეხა რო დაეკავებინათ პოზიციები ჩვენებს, იმათ შანსი არ ქონდათ. თუმცა, რუსებისთვის გასაგები იყო, რომ მათთვისაც არ იქნებოდა ეს ადვილი გასეირნება და უკვე 8 აგვისტოდან დაიწყეს ბევრად უფრო ინტენსიური დაბომბვები და ცხადია ეხა რუსეთს ჩვენზე განუზომლად ძლიერი და ბევრად უფრო მეტი შესაძლებლობები ჰქონდა ხო არტილერიაში, ავიაციაში და ასე შემდეგ.